საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ არ შეგაწყენთ თავს დიდი ხნით, ძალიან მოკლე ლაივი მინდა გავაკეთო, მაგრამ რაღაც არსებითად მინდა გამოვეხმაურო კონკრეტულ საკითხს. დაველოდები მეგობრების შემოსვლას, გამომწერების შემოსვლას და აუცილებლად ვასწრებთ, არ გადაგღლით ნამდვილად. ბევრი არაფერი არა სალაპარაკო, უბრალოდ ამორალური არის საზოგადოება, ამ ამორალურ საზოგადოებას მორალზე არ ელაპარაკებიან, ბორდელში ქალიშვილებს არ ეძებენ და უნამუსოს თუ ნამუსის გაღვიძება გინდა გაუკეთო, სილა უნდა გააცნათ. ამიტომ მინდა რომ აი ამ უარგის და უნამუსო საზოგადოებას, რომელიც ძალიან ბედნიერ და კარგ და ნაოცნებარ საქართველოში რო ცხოვრობს, გულისხმობ დღევანდელი ქოცბანდის მომხრეებს, უბრალოდ გამოვეხმაურო. რა ვიცი, ხალხმა გადაწყვიტოს აქ და აგერ გამომწერებმა და მაყურებელმა გადაწყვიტოს, მე ტყუილს ვამბობ თუ მართავს ვამბობ თუ ასე შემდეგ. მოკლედ, ესე იგი გუშინ უბრალოდ ამ დილით მე მქონდა ადრიანად პოსტი მქონდა, სადაც მითითებული მქონდა ერთი ისტორია, რომელიც აი ამ წუთში მიმდინარეობს საქართველოში, ზვიადაურის და კანდელაკის დაკავებასთან დაკავშირებით და საზოგადოება, რომელიც ქოცბანდა განსაკუთრებით, რომელიც ქოცბანდაც ვენებს იჭრიდა თავის დროზე ზვიადაური ჩვენთანაა ჩემპიონია, კანდელაკი ჩვენთანაა ჩემპიონია. მათ შორის ლუკა კურტანიძეც, რომელიც გასამებულია ახლა სპორტსმენთა დაკავება და არ ვიცი მე თუ არსებობს სადმე მსოფლიოში კიდე ესეთი ქვეყანა, როგორც საქართველო, სადაც სპორტსმენები ჯერ მიყავთ პოლიტიკაში და მერე იჭერენ ერთი მეორის მიყოლებით ამ დიდ სპორტსმენებს, რომლებსაც საკუთარი სამშობლო აქვთ ნასახელები და შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეხლა მე არ შევჩერდები ნამდვილად იმ თემაზე, ვინ არის დამნაშავე, ვინ არ არის დამნაშავე, უსამართლო ქვეყანაში ხა სასამართლო და გამოძიება და მსგავსი რაღაცეები, როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება ალბათ და ფრთიანი ანგელოზები არც ერთი არ არიან, მაგრამ საინტერესო არის ერთი მომენტი. მე იმ სამართალის დედა შევეცი და მე იმ სასამართლოს და იმ გამოძიების დედა მოვტყი და იმ პოლიტიკის და იმ სამართლიანი ქვეყნის. სადაც გიგა ბოკერია, გია ბარამიძე, სხვა მთელი სანაძირლეთი, სამათხოვრეთი გარეთა, სადაც დასაკითხათაც არ ოძახიან ამ ხალხს ეგრეთ წოდებულ კომისიებზე. სადაც მურუსიძე არის უადოდ მოსამართლედ განთავსებული და სადაც ბიძინა ივანიშვილის დემოკრატიით და წულუკიანის გატარებული სასამართლო რეფორმით თავს იწონებენ და სამართლიანობაზე მიდის საუბარი და ამიტომ ასეთ საზოგადოებაში ხო აი ვერანაირად არც სასამართლოს ვენდობი, არც გამოძიებას ვენდობი და არაფერს, ამიტომ ნამდვილად არ მჯერა რომ რაიმე ობიექტური ანხილვა იქნება, თუმცა თავშივე ვამბობ რომ სამივე ამ პიროვნებას თავისი ცოდვა და წვლილი მინიმუმ იმაში აქვს შეტანილი, რომ ამ მონსტრ, ამ დამპალ სისტემას განსაკუთრებით 2012 წელს მხარი დაუჭირეს. რა ვიცი, მერეც და მერეც გვერდში ედგნენ და თუნდაც აი ამ ბოლო პერიოდში, როდესაც გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ნაგავის სახე და ქოცების ნაგავის სახე, ახლა დებილი უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახოს ადამიანმა და მაინც ამათ გაправების სამსახურში იყვნენ, აი ესე იცის შემოკარგებო ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ ეს მონსტრი ადრე თუ გვიან თვითონ ბიძინა ივანიშვილსაც გაანადგურებს და ახალ მონსტრს მოიყვანს, იმიტომ ისეთი საზოგადოებაა შეკრული და ისეთი არის შექმნილი. მე მინდა სხვა რაღაცას გამოვეხმაურო, გასაგებია ხო დაიჭირეთ და ჩასვით ციხეში. არ ვიძახი მე ეს უდანაშაულოა ის. ერთი რაღაცის თქმა შემიძლია დადგმული მოწყობილი დადგმული კაცი იყოს დასაჭერი და სტატია მოიძებნება. აი ასე რომ ბერია სიტყვები რო არის, რომ ადამიანი იყოს დასაჭერი და სტატიის მოძებნას რა უნდა. ჩემს მიმართ იმდენი საქმეები აღძრეს და ისი არაფრის გამო
საერთოდ არ გამიკვირდება, ახლა ამათ მიმართ რაღაცა საქმეები აღეძრა. და თან სამ ფორმით ყოფილი დეპუტატი თურმე იარაღის ტარება ეკრძალება, თურმე ის რა ქვია ალკოჰოლის და იმის ბარონი ყოფილა თურმე, ეს თურმე ქალზე ნაძალადება და ესე შემდეგ. მე მინდა უბრალოდ ერთი რაღაცა უთხრა რა, მამრობითი სქესის კოცები რო ხარ, მამრობი კაცებს მე კაც ვერ ვეძახი, მე გეძახი თქვენ კოცებს. ისევე როგორც ნაც მამრობით ადამიანებს მე კაცებს ვერ ვეძახი. ვეძახი ამას რა ქვია, ნაცებს. ჩემს ძმაუს ზვიადაურმა კაცი რომ მოკლა, რაზეც მოკლა, იმაზე უნდა მისდარიყო ციხეში და არა იმაზე რაზეც დაჭერილი. აქ სხვა რაღაცაზეა საუბარი, შენ შემოგები კონვენცია, კარგად ვიცი რა მოხდა და როგორ მოხდა. ამაზე არაა საუბარი. იმ საქმეზე არაა დაჭერილი ამ შემთხვევაში. დაჭერილია რაღაცა იარაღის ტარებაზე. ასე რომ უმასწავლი გასულაპარაკო რა. ხოდა. აი კოცებს მინდათ რა მოგმართოთ. აი კოცებს. თქვენ ბელადთან და თქვენ ოჩოპ ინტერესთან და ბიჭო. კაცები რო არც ერთი ხარ დიდი ხანი ავეცი არ შეიძლება, მაგრამ ამის დედავატირე რა. ამდენი უკაცობის კაცმა ყველამ ერთად როგორ მოიყარეთ თავი? ლალიმ როშკინამ როგორ გაჯობათ ბიჭო სულ ყველას. ქალმა როგორ გაჯობათ კაცობაში მთელ საკოცებს. მისი გამправებლებიანად. რომ ქალმა როგორ გაჯობათ, რომ რთულ დღეში ხარ ჩავარდნილი და გისურვებ რომ ამ რთული მდგომარეობიდან გამოდიო. ამის დაწერაც რომ ვერ გაბედეთ ბიჭო. ვერ გაბედეთ ამ ადამიანებზე, რომელ ადამიანებზეც თქვენი პარტია დგას და თქვენი ბედნიერება უშუალოდ დაკავშირებულია ამ პარტიასთან. და ამ ხალხის დამსახურება არის და ასეთების ბევრის ასეთების, საერთოდ ივანიშვილი ისეთი მონსტრი არის, რომ თავიდან აი ესე მიიწევს ყველას და მე ყველას ასე დაუპავს და ახლა მინდა გითხრათ ყველა სპორტსმენს, რომელმაც პოლიტიკოსობა გადაწყვიტეთ. და პოლიტიკაში რომ უნდა იყაროთ, ცადოთ ბედი თურმე და სამშობლო რო გიყვარს და უნდა რაღაცნაირად შეეწიო. კი ბატონო. ასაგებია, მაგრამ არ არის ეს ის ბრძოლის ველი, რომელი ბრძოლის ველზეც თქვენი გამოცდილება, თქვენი განათლება გამოადგება ქვეყანას. არ ვიცი, მე ვერ ვიხსენებ, რომ სოფლიო ისტორიაში რომელიმე ოლიმპიური ჩემპიონი ან სოფლიო ჩემპიონი ან პროფესიონალი სპორტსმენი გამხდარიყო შემდეგ ისა რა ქვია დიდი პოლიტიკოსი და დიდი გარღვევები მიაღწია, იმიტომ რომ თავისი ეტაპები აქვს, როგორც სპორტსმენს აქვს განვითარების ეტაპები, რომ დაიწყებს ის ბავშვობიდან ვარჯიშს, ნელ-ნელა და სოფლიო ჩემპიონი გახდება თუ ეს გახდება ოლიმპიური ჩემპიონი და ამას ყველაფერს ეტაპების გავაჭირდება, ასე ჭირდება ყველაზე რთულ მეცნიერება არის პოლიტიკა, ისე რომ იცოდეთ. მეცნიერება არის. ყველაზე რთული მეცნიერება არის პოლიტიკას, რომელსაც ჭირდება ნაბიჯების გავლა. და შეიძლება 20-30 წელი სწავლობდე პოლიტიკას და მაინც პირი დააღო ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდე. ამიტომ თქვენი იმით რა ქვია თქვენი განათლებით და თქვენი გამოცდილებით ისა რა ქვია რამეს პოლიტიკაში მიაღწევდეთ ნაკლებად. ამიტომ დანარჩენ სპორტსმენებმაც იფიქრეთ, რომ ამათ გვერდით არ ამოყოთ თავი. მაინც მithქვია, იმიტომ რომ მაინც ყველა მეწოდებით ერთ დროს ყველას ჩემი ქვეყნისთვის სახელი გაგიტანიათ, ქართველიერი გისახელებიათ, დროშა აგიწევიათ და ჩემი პირადად ამაყად მიგზნიათ თავი. კოცუნა, რა იყო? რა პროჭმა მოგიჭირა? რატო აგეწვა? იმიტომ რომ კოცები კაცები არა ხართ, არც ერთი კაცი არა ხარ, ჩმურები რო ხარ? გეწყინა? ძალიან გეწყინა? კომენტარს და პოსტს რო ვეწერ, გვერდში დადგომას კი არა? ეს გეწყინა? ესაა თქვენი კაცობა და ბიზნეს იგენი ხართ, რა ქვია? ზებრები და პინგვინები და
რა ქვია ზვიგენები და თქვენ კაცები ხო არ გონიათ და ესა დიტო დუშუაშვილი თუ ვიღაცას გამოსილებული მწერს ამას თურმე მე ამძღავს თურმე მე რა მინდა და პირი მოაღეს აი უბრალოდ რატო დავიწყე ეს პოსტი როდესაც დავდები ხო ესე იგი შემოწვიდა მთელი საქოცეთი ჩემს გვერდზე ძალიან გისწორდებათ ხო კი უსწორდებათ ძმა უსწორდებათ შემოვლიან ვირთხულად და გინებას დაგიწყებენ და ეს დაგიწყეს კაცობაზე ლაპარაკი დასვრილი და როდესაც დავდები ეს ფოტო მასიურად ატყდა ესეთი კომენტარები აი კოცებიდან რა რომელი მე რა რომ სოფლიო ჩემპიონია მე რა რომ ოლიმპიური ჩემპიონია მე რა რომ ოქროს მედალოსანია კანონი ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს კანონი ყველასთვის ერთია და ატეხეს ეს ამიტომ დავიწყე ამის ჩაწერა თუმცა კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი კი უნდა იყოს და კანონი ანუ ესე იგი საქართველოში თუმცა კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ესენი უნდა იძენ ციხეში მაშინ მე დაუსვამ აი ამ გამოსწირებულ ჯოგნახილს აი ამ დედამოწმულებს ერთ ელემენტარულ კითხვას ახლა რო ვიძახოთ კანონი რო ყველასთვის ერთი უნდა იყოს თქვენ დედა შევეცი მე კოცებო აი ელემენტარულს გეკითხებით ვინც მაგას ამბობთ ბოკერიასთვის რატო არა ერთ და იგივე კანონი რატო არა თარგმანისთვის ერთ და იგივე კანონი რატო არა სააკაშვილისთვის ერთ და იგივე კანონი რა უფლებით გიზიათ იქ და რატო არა სამშობლოს ღალატის მუხლით გასამართლებული რატო არა გოგავასთვის კანონი რატო არა სხვა მათხოვრებისთვის ნაძირლებისთვის რომლებმაც უღალატეს ქვეყანას დააქციეს და თქვენ და რატო არა ბიძინა ივანიშვილისთვის კანონი ერთი და იგივე რატო არა ქვეყანას ზოოპარკებით რო იქცევა რატო არა მისთვის კანონი და კანონზე როცა ლაპარაკობს ქოცი როდესაც ლაპარაკობს კანონზე მე მინდა გავახსენო აი მაგათი დიდი ბელადის თამადობით კოჰაბიტაცია რომ გამოაცხადეს და დამნაშავეს ხელი რო დააფარეს აი ეს დიდი აქ რაღაცა პატარა ხულიგნურ დანაშაულებებზე ხო არ იყო საუბარი აქ იყო საუბარი ტოტალურად სამშობლოს ღალატზე იყო მთელი და წამებაზე და წვალებაზე და გაუბედურებაზე საქართველოს და ქართველიერის და გამოვიდა ეგ თქვენი ოჩოპინტრე და ამ თქვენმა ოჩოპინტრემ გამოაცხადა რომ კოჰაბიტაციაო და ყველაფერი უნდა ვაპატიოთ და უნდა გადავარჩინოთ ხო კოცების ნაცების გადარჩინაო ჩვენი ამოცანა გახდაო და არ შეიძლება დამნაშავეზე ხელის დამფარებელი იგივე დამნაშავეა და გეუბნებით ეხლა ვინც მაგას ამბობთ რომ თურმე კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს რატო არა კითხვა გამცეს რომელიმე ჩამოყალიბებულმა გამправებელმა გამეცი პასუხი თუ კანონი ყველასთვის არის კანონი რატო არა ამბოზიშვილებისთვის რატო არ იყო მურუსიძისთვის რატო არ იყო ბოკერიასთვის რატო არ იყო სხვა დანარჩენი ნაწილებისთვის და რა უფლებით დააფარა ტოტალურად ბიძინა ივანიშვილმა ყველა დამნაშავეს ხელი და კოჰაბიტაცია გამოაცხადა გამეცით ეხლა ვინმე პასუხი აი გამცეს ახლა გამეცით პასუხი თქვენი პრიმიტიული დედა შევეცინე აი როგორ არ უნდა გაგინოთ და იგივე ხალხი თან რა წერენ იცი კონტრაფაქტული ქარხნის ჩემპიონი ისე კი არა აი როგორ ხდება ხო იცი სანამდე აქ არჩევნების წინ და მანამდე როდესაც ეს ხალხი იყვნენ ოცნებაში ლუკა სოფლიო ჩემპიონი ლეგენდა მოჭიდა ზრია დაური ოლიმპიური ჩემპიონი ვაიმე კანდელაკი სოფლიო ჩემპიონი ჩვენთან ახლა რას ამბობენ აი უბრალოდ რო შეხვიდე რამ სოფლიო ჩემპიონი კონტრაფაქტული ქარხანა ქონიათ და კონტრაფაქტული გეუბნებით აი დააკვირდით როგორი აი ეს ამ ხალხზე ვარ პლატონურად შეყვარებული რა აი თავარ ქოც გამправებელზე რა ნინო იაჯღარკავაზე ეს არის ბუზიშვილი პირდაპირ სუსიდან მიუთითებენ და ვინაა დასაქცევი და დიდი ხანია იყო გადაწყვეტილი არის დაქცევა და ეს ნინო იაჯღარკავა ემზადებოდა ყველაფრის რამს ამზადებდნენ ეს ძელავოი ქალია და ქოცების იმის ტოპტვინია იმაში რა ქვია პროპაგანდაში და აი რა მის გვერდზე აცხობს რა ქვია მათი მომხრის, მათი თანამებრძოლის, მათი პარტიის ეგ რა კანდელაკის მიმართ აი ესეთ დამამცირებელ და
დამცინავ პოსტერს. მე სიმართლე გითხრათ, აი ადამიანურად გეტყვით რა. პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ არც ზვიადაურს როგორც პიროვნულად პატივს ვცემ, არ ვცემ პატივს. არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაც მე პირადად მაგ ადამიანს როგორც ვაშკაცკაცად არ მივიჩნევ და არ ვცემ პატივს. არც გიორგი კანდელაკის მიმართ, როგორც პიროვნების მიმართ დიდი პატივისცემა არ გამარჩნია. არ ვიცი მისი ცხოვრება, ვიცი მის და არ იმსახურებს ესეთი ადამიანი ჩემში. ერმილე მემსაზეში პატივისცემას. არა მაქვს მე რო ვთქვა, რომ ამ ხალხის პიროვნებებით მე მოხიბლული ვარ. მე უბრალოდ გაუგნებული ვარ აი ამ ბოზიშვილა ვირთხების საქციელი, რომელ ბოზიშვილი ვირთხებსაც სანამ მათთან არიან მათი ძვირფასი ხალხია და როდესაც ოდნავ ფეხი გადაუბრუნდება ადამიანთან ერთად, რომელთან ერთად სვამდნენ, ჭამდნენ, ერთმა გიდაზე იჯნენ და ერთად იყვნენ, მერე გამოვა უკვე მსოფლიო ჩემპიონი, კონტრაბანდისტი და კონტრაფაქტისტი გახდება და კანონი ყველასთვის ერთია. ისე თქვენი დედაშევეცი ხოცებო რამდენი საქართველოში კანონი ყველასთვის ერთი არ იყოს. საქართველოში კი არა, მართლა სამართლებრივად ჩამოყალიბებული და განვითარებული ქვეყნები როა, იმ ქვეყნებში არ ხდება 100%-ით სამართლიანი სამართალწარმოება და ყველასთვის ერთი და იგივე იყოს კანონი. საქართველოში ბიჭო, სადაც ყველა ერთია უძახი, როცა სააკაშვილი ყავს გასამართლებული გაცტუკების გამო სამშობლოს ღალატის აყენებული არ აქვს, ბრალდება. ქვეყანაში, სადაც აგერ გუშინ წინ გამოვიდა კაცის მკვლელი, ადამიანების მწამებელი და მკვლელი. აჯანდაბის გვარი იყო ის, ვინც მოკლა ცინდელიანი და ვინც მოკლა ქარდავა და ზღვაში რო გადაყარა გვამები. ვერ ვიმახსოვრებ მაგათ სახელებს და გვარებს, მაგათ ელისტრაკოსის ყოფილა, რა ქვია, ზმაკაცი. ნაცების დროს აფხაზეთის უშიშროების უფროსი, რომელიც ხალხს კლავდა და ზღვაში ყრიდა. ბაჩანა ახალაია გამოვიდა გარეთ, მერაბიშვილი გარეთა, ბოკერია საერთოდ ხელშეუხებელია, ბარამიძე ხელშეუხებელია, ყველა ხელშეუხებლები არიან და კანონი ყოფილა ერთი, ხო? ამიტომ ადრე თუ გვიან დედა რომ მოეწყნება ვიძინა ივანიშვილს და თქვენს მოგეწყნებათ გამზდელი და ერთმანეთს რომ დაჭამს თქვენი სისტემა, კიდე ასე ლამაზად ვიქნები დამჯდარი და გაგახსენებ თურმე კანონი რომ ყველასთვის ერთი ყოფილა. ხო ყველას ყველაფერი აგიხდათ, რასაც გეუბნებით, ესეც აგიხდება. რა შემეხება მე? ჩემი დაუყვა და გაუბედურება დიდი ხანი გინდოდათ და მაგრად გინდოდათ და შეკვირდით. დადგება დრო თქვენ ერთმანეთის ხორცს შეჭამთ და მე დავჯდები და ფეხი-ფეხზე გადავიდებ და ვიცინი თქვა. აი ამას შევხედავ პატარა ხანში და ასე იქნება. ასე უნდა მოხდეს საერთოდ. ვირთხებმა უნდა ჭამოთ ერთმანეთი და ბოლოში რო დარჩება კაცი ჭამია ვირთხა, აი ის იქნება მაგარი. აი ამის თქმა მინდოდა რა. თქვენი არაკაცი და თქვენი არაქალი დედაშევეცი. ქალი რო გაჯობეთ, ბიჭო. ხო, შამათავა, მაგის გამომწველავი დედაშევეცი და ლალი მაროშკინა რო გაჯობებთ. კაცობაში, კაცებს. და გულისამრევი რა იყო, იცი? მოროშკინას გვერდზე კომენტარებში რო წერდა ეს მაგარი კოცი კაცები კომენტარს და აი შენ გამიხმო, ჯოს ღმერთო. რა უნდა გელაპარაკო? თქვენ კაცები ხარ, თქვენ ხართ კოცები. კუცუნიები. ხალხმა, რომლებმაც სოლიდარობის გამოცხადება კი არა, ის ვერ გაბედეთ, ბიჭო, რომ დაგეწერათ, რომ რა ცუდი ამბავი მოხდა, რომ ვიღაცა ჩვენი თანამებრძოლი, ასეთი სახელოვანი სპორტსმენი და ასეთი პიროვნება ეჭვმიტან დამნაშავე ხო არა, ეჭვმიტანელია რაღაცაში და იმედია ყველაფერი მალე გაირკვევა. აი ასეთია თქვენი პარტია. აი ესეთი ვირთხების პარტია და დედა მოგეწყნებათ, მაგრამ გემი დაძირვას რომ დაიწყებს, ხო, ვირთხები პირველი დაიწყებენ გაქცევას. ზოგიერთი ერთმანეთს შეჭამთ, გასაქცევი რო არ გექნებათ არსად. აბა კარგად ძამდებოდა.